ბატონო ბექა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში დავიწყებ შეკითხვას. ბატონო ბექა, თქვენ კახაკალაძემ წარგადგინათ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად. პირველ რიგში რამდენად კარგად იცნობთ უბანს, მის გამოწვევებს, პრობლემებს და როგორ აპირებთ მათთან ბრძოლას? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დიდი მადლობა კახაკალაძეს და მის გუნდს ესეთი დიდი ნდობისთვის. ეს ჩემთვის არა მხოლოდ პატივია, არამედ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე საბურთალოელი 91 წლიდან საბურთალოზე ვცხოვრობ, კანდელაკის ქუჩაზე, ვეზეში. საკმაოდ კარგად ვიცნობ საბურთალოს, რადგანაც გავიზარდე, პლუს ამას ვიყავი 2014-17 წლებში საბურთალოს რაიონის გამგებელი და ჩემთვის საკმაოდ ახლოს არის თითოეული საბურთალოელის პრობლემა, თითოეული საბურთალოელის გასაჭირი, ეს საბურთალოს როგორც ჩემს დიდ ოჯახს ისე განვიხილავ. თქვენ უკვე აღნიშნეთ და როგორც ვიცით, თქვენ იყავით როგორც საბურთალოს, ისე გლდანისა და ამჟამად ხართ კრწანისის გამგებელი. თქვენ მიერ განხორციელებულ რომელ პროექტს გამოჰყოფდით ამ წლების განმავლობაში? საკმაოდ რთულია ერთი პროექტი გამოვიყო, რადგანაც მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. მე ბედნიერი ვარ, იმით რომ 11 წლის განმავლობაში მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემ ქალაქს მომსახურებოდი და ბედნიერი ვარ იმით, რომ კახაკალაძესთან ერთად მე შევძელი და უამრავი პროექტი განახორციელა როგორც კლარის რაიონში, ასევე კრწანის რაიონის რაიონში. მართლაც მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი დიდი პროექტები, რომელიც ეხებოდა თუნდაც საყრდენი კედლების მოწყობას, ასევე სვერების და პარკების განვითარებას და მოწყობას, ასევე ახალი სატურისტული ატრაქციების შექმნას. ამიტომ ესეც ცალკე ერთს ნამდვილად ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პროექტი გახორციელებული ერთად, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხალხისთვის საჭირო პროექტები გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში, ამიტომ ალბათ ერთ პროექტს ნამდვილად ვერ გამოვყოფთ. როგორც უკვე აღნიშნეთ, თბილისის სხვადასხვა რაიონში გამგებლად მუშაობის გამოცდილება გაქვთ, თუმცა ახლა საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებთ. რა გამოწვევა ეს თქვენთვის? ნამდვილად ისეთი კარგი გამოწვევა არის ჩემთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ 11 წელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიყავი ქალაქის და ეხლა უნდა გადავინაცვლო საკანონმდებლო ორგანოში, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ქალაქისთვის, ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის, მისი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ქალაქის საკრებულო უკვე დაკავებულია ქალაქის პოლიტიკის განხორციელებით და აქ უკვე ჩემი 11 წლიანი გამოცდილება დამეხმარება იმაში, რომ უფრო მკაფიოდ დავაყენო ეს პრობლემატიკა, რომელიც თითოეულ რაიონს გააჩნიათ თბილისში და განსაკუთრებით საბურთალოს რაიონს და ჩემს სამაჟორიტაროს, რომელსაც ეხლა მე კენს ვიყრი და და ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია არის და ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის როლი რაიონის და ქალაქის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე შევეჭიდე და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ პატივი, ეს არის ძალიან უდიდესი პასუხისმგებლობა. ასევე კითხავთ თქვენს კონკურენტებზეც, როგორია მათი შანსები და თქვენ მართულ პარტიას როგორი შედეგის მიღწევა გსურთ, როგორი ფორმაციის საკრებულოსთვის იბრძვის თქვენი გუნდი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ ჩემ კონკურენტს და ეხლა ნაკლებად სულიც არ მაქვს რომ ვისაუბრო ბევრი, იმიტომ რომ მე ყოველდა ჩვენი გუნდი და კახაკალაძის გუნდი ყოველთვის საქმით და ჩვენი გაკეთებული საქმეებით, პირისპირდებით ყველა გამოწვევას და არა სიტყვით და რაღაც ლაპარაკით და შემდეგ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გამოცდილება, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გაკეთებული საქმეები, კონკრეტული საქმეები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ჩვენი შანსი ძალიან მაღალი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ კახაკალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გეუბნებით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი გაკეთებული მართლაც ძალიან მაგარი პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ხალხიც ხედავს, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრებზე დავდივარ და ესაუბრებით მოსახლეობას და განწყობებიც ნათელია, არის ძალიან თბილი გარემო და კახაკალაძეს და მის გუნდს აქვს ძალიან დიდი შანსი იმისი, რომ პირველივე ტურში ძალიან მაგარი და ისეთი ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ. ბატონო ბექა, საარჩევნო კამპანია შედის აქტიურ ფაზაში და მინდა კითხოთ და შეგაფასებინოთ წინა საარჩევნო გარემო.
წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან თბილი, ძალიან ნორმალური. მიდის 7 გარემოში, ხდებით მოსახლეობას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოსახლეობისგან არის ძალიან კარგი განწყობა, არის ძალიან კარგი უკუგება ჩვენ მოსახლეობასთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, არა მხოლოდ წინასაარჩევნო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ხნის განმავლობაშიც გამგეობაში ვარ და გამგებელი ვარ მოსახლეობასთან არ შეგვიწყვითია ურთიერთობა და რა თქმა უნდა არც აწირა შევყვეთ, იმიტომ რომ ჩვენი პირდაპირ მოვალეობაა ეს რომ მათთან მქონდეს მუდმივი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა მათი პრობლემების მოსვენა, მათი პრობლემების განალიზება და შესაბამისი რეაგირება, დახმარება მათი შეძლებისაკვირად რაც შეგვიძლია. წლების განმავლობაში ესე ვაკეთები და რა თქმა უნდა ესე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მოსახლეობასთან ურთიერთობის გარეშე და მათთან მუდმივი ინტერაქციის გარეშე საქმის თვითმმართველობაში ვერავინ ვერ გააკეთებს, რადგანაც თვითმმართველობა თავად შეიცავს ამ სიტყვას, თუ ჩვენ ერთად არ გავაკეთებთ და ერთად ეხლა კახიკალაძე დაიწყოს კაბინეტში და გადაწყვეტს რა უნდა თბილისებს, ესე არ არის. ყოველთვის ჩვენ ინტერაქციაში ვართ მოსახლეობასთან, ყოველთვის ვეთკითხებით, მაგრამ იგივე ბიუჯეტის ფორმირება იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, უამრავი პლატფორმა გვაქვს, უამრავი მექანიზმი გვაქვს იმის რომ მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ბატონო ბექა, კიდევ ერთსაც კითხავთ, საუბრის ბოლოს რომ მიმართოთ ამ მრჩეველს, რატომ უნდა დაუჭიროს საზოგადოებამ მხარი ქართულ ოცნებას და თქვენს კანდიდატურას საბურთალოს რაიონში? პასუხი ძალიან მარტივი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კახიკალაძე ზურგს უმაგრებს გაკეთებული უმაგრესი საქმეები. ძალიან მაგარი საქმეები, რომელიც მე შემიძლია თავისუფლად თქვა, კახიმ და მისმა გუნდმა გაბედეს და გააკეთეს. ვერც ერთმა მთავრობამ ვერც იფიქრა ესეთი პრობლემების გადაჭრისა, რომელიც კახიკალაძემ გადაჭრა ამ ქალაქში, ეს თუნდაც იქნება კოოპერატიული დაზარალებული ადამიანების დახმარება, ეს იქნება დაუმთავრებელი მშენებლობები, ეს იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა, ძალიან მტკივნეული პოლიტიკა, რომელიც მან წამოიწყო და გამხორციელა, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ასევე ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელზეც ფიქრსაც ვერ ბედავდა ვერავინ, კახიკალაძემ ეს კი არ იფიქრა, თქვა, დაგეგმა და განახორციელა. და ასევე იქნება შემდგომშიც და მე ბედნიერი ვარ, რომ კახიკალაძის გუნდის წევრი ვარ და ამდენი ხანი, ამდენი წელი ვემსახურები მასთან ერთად შემქალაქს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც გავაგრძელებ და ისეთ ძალიან მაგარ პროექტებს შევთავაზებ. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, ძალიან მარტივი არის კახიკალაძის გუნდის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ გვიმაგრებს სულს ჩვენი საქმე, ჩვენი გაკეთებული ხელშესახების საქმე. ქალაქ თბილისში მიკროკლიმატი შეიცვალა. მე მგონი ამას ყველა ხედავს, ჩვენი ესეთი მკაცრი ოპონენტებიც კი, რომ თბილისი იყო ერთ-ერთი დაბინძურებული ქალაქი ევროპაში და დღესდღეობით მართლა მიკროკლიმატი შეიცვალა, იმდენი ხენარგებები დაირიგო ბუნებასთან დაკავშირებით ისეთი პროექტები მიმდინარეობს, რა ვიცი, არ არსებობს, მე მგონი ქუჩა, უბანი ადგილი, სადაც გამწვანებული ტერიტორიები არ არის და სკვერები არ არის მოწყობილი. რა ვიცი, მე ვთვლი, რომ არჩევანი ძალიან მარტივია და მარტივ არჩევანს თბილისელები 4 ოქტომბერს რა თქმა უნდა გააკეთებენ და მხარს დაუჭერენ კახიკალაძეს და ქართულ ოცნებას. და საბურთალო ელები ბექა მიქაუტაძეს. მადლობა ბატონო ბექა, თქვენ უსმენდით ბექა მიქაუტაძეს, ქართული ოცნების საბურთალოს რაიონის, კონკრეტულად კი ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუას ქუჩის ოლქების მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს. კურიერი 6 საათზე დასრულებულია. ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2 წერტილი ჯიზე.